მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით კვლავ ქალაქ ჟილინაში, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გამართავს ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას, ამ შემთხვევაში უკვე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება წინ და დღევანდელი ვლოგი სწორედ ამ თამაშს შეეხება, კონკრეტულად ამ თამაშის იგივე ვიტრიალებთ თავიდან ბოლომდე და აქვე თავიდანვე გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 10,000 გამომწერზე და ძალიან გთხოვთ რომ ამაში დაგვეხმაროთ, თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ ეს ვიდეო, თუ გექნებათ საშუალება გააზიარეთ თქვენს პირად პლატფორმებზე, როგორც Facebook-ზე, ასე Instagram-ზე, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება და თუ მოგეწონებათ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო და აი ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან. ეხლა რაც შეეხება ზოგადად თუ რა ხდება ქალაქ ჟილინაში, უკვე მეხუთე დღეა, რაც აქ ვიმყოფებით და ერთი შეხედვით არის სლოვაკეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქი, თუმცა არც თუ ისე ასე ვთქვათ, მორგებული იმისთვის, რომ ჩემი აზრით აქ ჩატარებულიყო ევროპის ჩემპიონატის თუნდაც ჯგუფური ეტაპის თამაშები და რატომ ამბობ ახლა ამ ყველაფერს. ქალაქში თითქმის საერთოდ არ შეინიშნება ის გარემო, რომ აქ ტარდება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი. მე მახსოვს, როდესაც საქართველოს ჩატარდა, მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა ეს ყველაფერი, მთელ ქვეყანაში ჰქონდა გამოფენილი ბანერები, ასევე სხვადასხვა კომპანიებს ჰქონდათ შეფუთვები გაკეთებული ევროპის ჩემპიონატის ედიშენებით, ასევე იყო საკმაოდ დიდი კამპანიები და ხალხი გრძნობდა იმას, რომ ქვეყანაში ტარდებოდა დიდი საფეხბურთო ზეიმი. მე მსგავსი რამ ჟილინაში ვერ ვნახე პირადად და რაც ძალიან სამწუხაროა და რაც რა თქმა უნდა როგორც ჩვენ განწყობაზე, ასევე აქ ადგილზე ჩამოსული გულშემატკივრების განწყობაზეც მოქმედებს, ერთადერთი მოედანია, სადაც თამაშის წინ გულშემატკივრები იკრიბებიან ხოლმე, აი ის მოედანი, სადაც ჟილინას გამგებლიშვილი უკრავდა წინა ვლოგში, ნახავდით ამას აუცილებლად. ეგ არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია აღიქვა, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება ამ ქვეყანაში, როგორც მე ვიცი, არც ბრატისლავაში, დედაქალაქში არ შეინიშნება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა სამწუხაროა ეს ყველაფერი. უფრო მეტი მოლოდინებით მოვდიოდით, რომ დაგვხვდებოდა რაღაც ენთუზიაზმი, დაგვხვდებოდა უფრო მეტი აჟიოტაჟი ამ ამბის სირგულ, მაგრამ არ არის ეს ყველაფერი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო დეტალებზე რო გადავიდეთ, ჩვენი ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა წინა შეხვედრაში პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და გამოვავლინეთ მთავარი, ეს არის ხასიათი. რამას ვანაძ და ბიჭები ყოველთვის უსვამენ ხაზს ერთ რაღაცას, რომ ამ გუნდის თავარი პლუსი არის ერთიანობა და ზუსტად ეს ერთიანობა დავინახე მეც და ალბათ თქვენს თითოეულმა მაყურებელმა, რომელმაც ნახეთ ეს შეხვედრა. ეგ ერთიანობა დაგვეხმარა, ჩემი აზრით, რომ ბოლო წამამდე ვიბრძოლოთ, ეგ ერთიანობა დაგვეხმარა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ ვიყავით დომინანტები სტადიონზე, ჩვენ ვქმნით ამინც, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ოდნავ დავთმეთ სადავეები, თუმცა როდესაც დაგჭირდა უფრო მეტად რომ მოგვემატებინა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. ინდივიდუალურად შეიძლება გამოყოთ ჩვენი ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელი, რომ რაღაც ძალიან კარგი ინდივიდუალურ თვალსაზრისითაც შეგვიძლია გამოყოთ ჩვენი ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა არ გამოვყოფ ამ შემთხვევაში არავის, ყველას დიდი მადლობა ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. ეს იყო ერთი სიტყვით რაც მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა და ამეხსნა. ასევე აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას, რომ წინა ვლოგს, ჩვენს ვლოგს არ ქონდა საკმარისი რაოდენობის ნახვები და ამ ყველაფერზე ძალიან გულწრდება, რაც მართალია, ეს აუცილებლად მინდა რომ ვთქვა რა. არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რამდენს ვშრომობთ, ან რა რესურსი გვაქვს ჩადებული იმაში, რომ ჩვენ აქ მოხვედრილ ვიყავით, ეს ვლოგი თქვენამდე მოგვეტანა და ამავდროულად. უბრალოდ თუ ჩვენ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, გვირჩევნია რომ ვინც ხართ ის მაყურებელი, სტაბილური მაყურებლები, თქვენი რჩევები გითხრათ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი კონტენტი, იმისთვის რომ უფრო მეტად ფართო აუდიტორიაზე გავიდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემაზე მუშაობთ და ვფიქრობთ ყოველდღიურად რა გავაკეთოთ ახალი, რა შემოგთავაზოთ ახალი, მაგრამ როგორც ჩანს, ხოლმე ჩვენი ასე ვთქვათ, კრეატივი ვერ გაწვდა, არ ვიცი, მე ამგონია ეგრე რო იყოს, უბრალოდ სხვა ფაქტორებს ვაბრალებთ, რომ ქართული YouTube-ისთვის არა შინაარსიანი კონტენტი, არამედ დღეს უფრო ასე ვთქვათ, რაღაც მოდი ვიტყვი, ზედმეტად გასართობი კონტენტია ალბათ დღეს მოსაწონი და რაღაც, მაგრამ ჩემი აზრით საჭიროა მსგავს კონტენტი, როგორცაც ჩვენ ვაკეთებთ. და ამიტომ ველოდებით თქვენასაც, ვინ ჩვენი მართლა ერთგულ გულშემატკივრები ხართ, რა გავაუმჯობესოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ აუდიტორიაზე გავიდეთ.
ეს იყო მოკლედ თუ რაც მინდოდა რომ მე თქვა შესავლის ნაწილში თქვენთან და რაც შეეხება იმას თუ რას გავაკეთებ დღევანდელ ვლოგში და რას გაჩვენებ, რა თქმა უნდა წავალ შეხვედრაზე, დავესწრებით ამ შეხვედრას, გაჩვენებთ აბსოლუტურად ყველაფერს თუ რა მოხდება დღევანდელ შეხვედრაში. შეიძლება ისტორიული მატჩიც კი გამოვიდეს და ამავდროულად შევეცდებით რომ ქალაქ ჟილინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მუხტი, რომელიც თითქოს არ არსებობს, თუ რაიმე ნაპერწკალი დავინახეთ, ეგ გაჩვენოთ და წინა თამაშიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ ეგ ნაპერწკალი შემოიტანეს მხოლოდ ქართული სპორტის ქალმაგებმა. იმიტომ რომ დანარჩენად მსგავსი რაიმე საფეხბურთო მე აქ ვერ ვნახე პირადად, ამაზე ძალიან გული მწყდება. და ამავდროულად ერთადერთი რაც გამართულად მუშაობს მართლა არის Mobinex-ის ინტერნეტი. და არ დაგაუწყდეთ რომ TST სპორტის გამოწერებისთვის აქვს Mobinex შექმნილი 15%-იანი ფასდაკლების პრომოკოდი TST სპორტი. აი ესე უნდა დაწეროთ TST სპორტი და მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას. მართლა ძალიან დიდი მადლობა მათ ინტერნეტ ხარდაჭერისთვის, რადგან ერთადერთი რაც ენერგიას არ გვიშლის და არ გვაწოლებს არის Mobinex-ის ინტერნეტი ამ ქვეყანაში. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქართულ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელიც დაგვეხმარა იმისთვის რომ აქ ყოფილიყავთ, რაღაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ამ ყველაფერში და მადლობა მათ და ზოგადად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში ამ ორგანიზაციის მხარდაჭერა, ჩართულობა და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ყველაფერშიც. ეხლა მოდი აქ დავამთავროთ ეს ნაწილი და გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაწილებზე და კიდევ ერთხელ გთხოვთ მოგიწოდებთ გირჩევთ ასევე რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ იქამდე ვიქნებით ქართულ YouTube-ში, სანამ ის მიზანი რაც გვაქვს ჩაფიქრებული, მაგას არ მივახცევთ და მაგ მიზნამდე ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს დარჩენილი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მე და თაზოც ამ მიზნის მისაღწევად ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ. და მადლობა იმ ხალხს ასევე, ვისაც ჩვენი ჯერა და ჩვენს გვერდზე დგას ყოველთვის. ესე იგი, ჟილინას გამგეობა მოგვიწყო სიურპრიზი და მან მურღულია ჩამოიყვანა ქალაქ ჟილინაში ჩვენთვის. ესე იგი, ქართველები ქმნიან დღეს ამით ქალაქ ჟილინაში და მადლობა ჟილინას გამგეობას, რომ იზრუნა ჩვენი განწყობის შექმნაზე. რა თქმა უნდა, ამ სიმღერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ძალიან უცნაური მომენტი იყო, როდესაც ეს სიმღერა ჩაირთო და როგორც ჩანს დღეს მართლა აპირებენ რომ დღევანდელი შეკრება მიუძღვა თავიდან ბოლომდე ქართველებს, იმიტომ რომ ქართველი ჩვენი ჯიგარი ავიდა რომ მე ჩავrtal მაგრებს ვეხავ რა, ფლეშკა აქვს წამოგებული. უკვე სტადიონზე ვართ, იმედია ისიამოვნეთ ჩვენი გადაღებული კადრებით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ნახოთ საფრანგეთს ყავს ვარსკვლავური შემადგენლობა, ეხლა გადავხედეთ სასტარტო შემადგენლობას და ისეთი გუნდები დაყავთ ფეხბურთელები, რომ რავი, ანუ ალბათ ნებისმიერი ნაკრები ინატრებდა ამ ევროპის ჩემპიონატზე, რომ მსგავსი ფეხბურთელები ყავდეთ. ასევე შეგვიძლია ისიც თქვათ მათზე, რომ ძირითადად არიან საფრანგეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელები და სწორედ ამ შიდა ჩემპიონატი ყავს დაკომპლექტებული. ევროპა ლიგის ორი გამარჯვებული ყავს სასტარტო შემადგენლობაში. ტოტენჰემის ფეხბურთელები და ნუ აღარ გავაგზავნებ. ეხლა მართლა ძალიან კარგი გუნდია, ყველა სათამაშო დრო აქვს თავის გუნდებში და ნახოთ რა იქნება, წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს და იმედი მაქვს რომ დავწერთ ისტორიას და ისტორიულ შედეგს ავაფიქსირებთ. დადიდება თავისუფლებას დიდება.
35 წუთზე საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით დანიშნულით 11 მეტრიანი ტემა ზუსტად გამოიყენა და დაწინაურდა საფრანგეთის ნაკრები. ზოგადად უპირატესობას ფლობს აღნიშნულ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები, ბევრად უფრო მეტ მომენტსაც ქმნიან, თუმცა უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება. დასრულდა პირველი ნახევარი, საკმაოდ ძიმე ტაიმი გამოგვივიდა. შეგვეძლო რომ უკეთ გვეთამაშა ალბათ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა დაგვჯაბნოთ ყველანაირად. იმედია რომ მეორე ნახევარში გამოვასწორებთ თამაშის ხარისხს და შევძლებთ რომ უკეთ ვითამაშოთ, ასევე ცნობებით ალბათ რაღაც გარკვეულ სიახლეებს შემოვიდეთ. მე გიგეთქვით რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი TST Sport და შევეცადოთ რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 10,000 გამოწეს. გაბრიელ სიგუას ძალიან კარგი მოქმედების შემდეგ გიორგი აბუაშვილმა ინდივიდუალური ოსტატობით მოახერხა და გაათანაბრა შეხვედრაში ანგარიში. ბრავო ბიჭები, მეორე ტაიმში ბევრად კარგად გამოვიყურებით და ვნახოთ წინ რამდენიმე წუთია დარჩენილი, ვნახოთ საჯის რამდენს დაამატებს და თუ დღევანდელ შეხვედრაში მოვიგებთ, ჩვენ ჯგუფიდან ოფიციალურად გავდივართ და იმედია ეს ყველაფერი ასე მოხდება. არ არის საფრანგეთის ნაკრები ის გუნდი, რომლის დამარცხება შეუძლებელია. საბა საზონოვი და 2-1 რამდენიმე წუთი და ჯგუფიდან გავედით. ბრავო საზონოვი, ეს არის მონდომება. მთელი წელი არ უთამაშია ამ ფეხბურთელს ტრავმის გამო. ჩამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ნაკრებთან ერთად. ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ფორმაში ყოფილიყო და ბრავო საბა საზონოვი, ბრავო. ფეხი ეთკინა რამდენიმე წუთის წინ და არ გავიდა. დარჩა მოედანზე, იმიტომ რომ იცოდა რომ შეეძლო დახმარება. პირველი მატჩის შემდეგ მან გააკეთა კომენტარი და თქვა რომ მინდოდაო ძალიან გოლის გატანაო, თუმცა ვერ მოახერხეო. წინ საფრანგეთის ნაკრებიაო და მაინც მოახერხა და შეაგდო. ბრავო საზონოვი, ბრავო, ცენტრალური მცველი, არ დაგვაუწყდეს. სამწუხაროდ საფრანგეთის ნაკრებმა 99 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ნახოთ 6 წუთი დაამარტა საჯმა და ნუ ფრანგი ფეხბურთელები ხა ცდილობენ გამარჯვების მოპოვებას და გაგვიტანეს საჯის მიერ კომპენსირებულ დროში 3-2 გახდა ანგარიში და ბოლო 10 წუთში დაუშვით 2 დიდი შეცდომა დაცვაში და დავისაჯეთ ამ ყველაფერს. სანამ არ შეგვიგდეს არ დაამთავრა ამ საჯოთ თამაში. 102 წუთი მედიოდა, მე მგონი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 100 წუთს რო გადაცდა ეგ ვიცი. სანამ არ გაგვიტანეს არ დაამთავრა თამაში. Thank you.